როგორ უნდა განაგდოს ცუდი გულის თქმები ადამიანმა? როგორ და მაშინვე. მაშინვე უნდა სხვა რამეზე იფიქროს, ესე იგი. თუ ადამიანი ნახშის დიდი ხნით დაიჭერს ხელში, ხელი კარგად დაეწევა. თუ უცბად მოკიდავს ხელს და გვერდზე გადადეს, ან გადააგდებს, ის ხელი გადარჩება. ცუდი აზრებიც ესეა. თუ დიდხანს უტრიალებ, ეხა აიღებ ესე ნახშის და უტრიალებ, აბა რა არის, როგორი არა, კარგად დაგეწევა, შუშქება ხელი. მაგრამ თუ უცბად მოისვრე, მაშინ გადარჩება. აზრებიც ესე, მოვიდა რაღაცა აზრი. არ უნდა ჩაუკვირდე რა არის, როგორ არის. იმ წუთში ყურადღება სხვა რაღაცაზე უნდა გადაიტანო, მაგრამ მარტო ეს არ უშველის. არამედ აქ უნდა ლოცვით დახვდე. ანუ მე ბავშვებს ასე ვხსნიდი ხოლმე, აი ძაღლი რომ მოგდეს დაუშვათ. ძაღლს რას უშვები, ეხა დაუწყებ იმის კბილებს თვალიერებას, აბა როგორი კბილები აქვს, თუ გარბი ხარ სახლში, თუ დედასთან, თუ მამასთან, ვინც გეგულება. შენც ესე, ის ცუდი აზრები რომ მოგდევს, შენ სახლში უნდა გაიქცე. ჩვენი სახლი სად არის? სასუფეველში, ღმერთთან. ანუ უნდა ლოცვით გაიქცე მასთან. უფალო იესო ქრისტე ზეუღთისაო, შემიწყალე მიცოდე. ერთი მხრივ ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ მარტო ეს არ გშველის. ძაღლს თუ მარტო ყურადღებას არ მიაქციო, რას იზავს? მოვა და გიკმენს. ანუ უნდა გაიქცე. გაქცევა იმას ნიშნავს, რომ უნდა ილოცო, რომ ღმერთს შეაფარო თავი. აი ესე უნდა გაიქცე. თუ არ გაიქცევი, დაგაზიანებს. ახლა ნაკოჩქალს რო უბეში ჩაიდებ, რა იქნება?